თვითმმართველობის არჩევნებამდე 56 დღე რჩება. საარჩევნო კამპანია კი აქტიურ ფაზაში გადადის. ირკვევა, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 17 პარტიას აქვს. რომ გამიხილები, მაგრამ ჩემს გარდა კიდევ განიხილება სხვა კანდიდატებიც. ასე რომ პროცესი მიმდინარეობს და აქ არაფერი სანერვიულო არ არის. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენს და ლელოს არ გვექნება არანაირი პრობლემა საერთო კანდიდატზე შეთანხმების. მალე უახლოეს მომავალში საზოგადოება გაიგებს, ვინ იქნება როგორც თბილისის მერობის, ასევე სხვა დიდი ქალაქების მერობის კანდიდატი. ბევრი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის შესაძლოა განიხილებოდეს მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც. ახლა ამაზე მე განსაკუთრებულ შეფასებას არ გავაკეთებ და ვერ გავაკეთებ. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ შევთანხმდებით საერთო კანდიდატზე და ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს ერთობლივად. როდესაც შევჯერდებით საერთო კანდიდატებზე და ვიქნებით მზად საზოგადოებას გავაცნოთ ეს კანდიდატები, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. კრიტერიუმი არის ერთადერთი, ეს არის კონკურენტუნარიანობა, რუსულ რეჟიმს ჩვენ დავუყენოთ კონკურენტუნარიანი კანდიდატები ყველა ქალაქში და ყველგან, სადაც ჩვენ შევდივართ ამ საარჩევნო ბრძოლაში. შანსებს ქართველი ხალხი შეაფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ველოდებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება ხელს აიღებს დანაშაულებრივ უკვე მრავალი წლის მანძილზე გამყარებულ პრაქტიკაზე არჩევნების გაყალბების, ჩვენ ამ ბრძოლის ველს ბოლომდე გამოვიყენებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად. რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას არ წარმოადგენენ. მათი სტრატეგია, რომ გაიყონ შუაზე, ნახევრად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შიგნიდან მოახდინოს შემდეგ უკვე თუნდაც თითო წარმომადგენლობით საკრებულოებში არეულობა, იმიტომ რომ არ ამგონია ახლა რომ მათ ემღერებოდეთ. მაგრამ თუ მაინც მომღერალი უნდა და სიმღერით აპირებენ ამას, მე ვფიქრობ, რომ მერაბ სეფაშვილს მოუწევს რეპერტუარის შესვლა. თუ კი აქამდე ის მიხეილ სააკაშვილს უმღეროდა, რომ მისი გმირი იყო და ასე უწოდა, ეხლა ვფიქრობ, რომ ჯობია რეპერტუარის შეცვალოს და იმღეროს, გინმეძინოს მაინც სულში მიზახარ. ის რაც ოპოზიციამ თავის თავს დამართა და რა შეურაცხყოფაც მან საკუთარ ამორჩეველს მიაყენა, მათი ნების ესეთი უგულობელყოფით განპირობებული არის სწორედ აქედან მათი ესეთი მძიმე მდგომარეობა. ამიტომ მათ ახლა კარგი არჩევანი არ აქვთ და რა პიროვნებაც არ უნდა დაასახელონ, მას გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნება არც თბილისში და არც სხვა 64 მუნიციპალიტეტში. ბარიერ გადალახული პარტიების მიზანი არის, რომ ნომერიც არ დაკარგონ, ანუ რაღაცა თავისი პარტიული სხეული შეინარჩუნონ და საკრებულოების დონეზე მაინც ადგილებზე რაღაცა პარტიული წარმომადგენლობა მაინც იქნას მიღწეული. ეს შედეგი არის, რაც შეიძლება მაქსიმუმ მათ ამ არჩევნებში მიიღონ.